მოგესალმებით მეგობრებო, ჩემ პირველ ვიდეოში მე გახლავართ Dragonix Master-ი, პირველი იუთუბერი ვარ და ეს იუთუბერობა ჩემი ოცნება იყო, რომ გამხდარიყავ იუთუბერი და ამიტომ გავხდი იუთუბერი და ჩემ პირველ ვიდეოს ვიწყებ Minecraft-ით. ჯერ დავიწყებ Minecraft-ის სერიებით და შეიძლება მე ვიღაცასთან ვითამაშო ან Minecraft-ი რამე პარკურის რო ეძახიან, ის გავაკეთო, ის პარკური ავაშენო და ჩემ მეგობართან ერთად ვითამაშო. კაი, დავიწყოთ ახლა. პირველი რაც გვჭირდება არის ხე, დავაბრუნო. პირველი რაც გვჭირდება არის ხე, ამიტომაც მოვჭრათ ხე. დაგიბრუნდებით, როდესაც ამ ორ ხეს მოვჭრავ, აი იმ ხეს მოვჭრავ, უცბად დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაგიბრუნდით, მოვჭერი ის ორი ხე, ასევე დავკრავდე დაზგა და ჯოხები. ახლა მე დავკრავდავ საშენო ხელსაწყოებს, ანუ ხმალს, წერაქვს და ნაჯახს. ახლა წავალ გამოქვაბულს ვიპოვი, რომ ქვები ავიღო. გონი დიდი ხანი მოვუნდები, ამიტომაც დავაპაუზებ და რამოდენიმე ქვას ავიღებ და უცბად დაგიბრუნდები. მეგობრებო, დავბრუნდი, გამოქვაბული ვიპოვე და ავიღე 25 ქვა. ასევე გამოქვაბულის პოვნის დროს ვიპოვე 2 ცხვარი, მოვკალი ორივე და ავიღე საჭმელიც, ხეებიც მოვჭერი და ქვებიც ავიღე. ახლა ღამდება, ამიტომაც სახლს ავაშენებ. ამასაც მოვკრავ, რომ დავიძინო, უпростად ხო, საწოლი ავაშენო. დაზგა დამოვწყდა, რომ წამომეღო კიდე. ესეც ჩვენი საწოლი. ახლა დავიძინებ და როდესაც გათენდება, დავიწყებ სახლის აშენებას. და როდესაც სახლს ავაშენებ, ალბათ ამითაც დავამთავრებ ვიდეოს. კაი, ახლა ავიღებ ხეს. ორ-51 თუ 47 ხე არ გამოგვადგება, რომ სახლი ავაშენოთ, ამიტომაც ჯერ კიდე მოვჭრი. როდესაც ბევრი ხე მექნება, დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დაგიბრუნდით, ავიღე 1 სტაკი ხე და 55 ხე. და ამიტომ ახლა ავაშენებ მე სახლს. ცოტა დიდ სახლს ავაშენებ. ავიღებ, როდესაც სახლს ავაშენებ, მერე იმებს ავიღებ ქვის ხელსაწყოებს და მაგ დროსაც დაგემშვიდობებით. პატარა სოკეტი. მოკლედ, ჯერჯერობით ამ ხელა იქნება ჩემი სახლი და მეორე სეზონს რო ავტვირთავ, უბრალოდ სერიალს რო ავტვირთავ, ამას მერე გამოქვაბულს სამეინეროდ წავალ, რო ეძახიან, სამეინეროდ წავალ, სახლს გავაუნჯობესებ და რა ვიცი.
ეხლა ამჯერად ავაშენებ ამ ჩემ პატარა სახლს. ავიღებ ხუქვის ნივთებს და დაგემშვიდობებით მაგ დროსაც. იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან დიდი გამოვიდეს ვიდეო. ნიჩობს. მქონი ჯოხები. ესე იატაკი დამთავრებულია ახლა. კედლებსაც გავაკეთებ და მერე სახურავსაც. და მგონი არ მეყოფა. კიდე მოვუწნი სამ სტაკს ავიღებ და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დავბრუნდი. ავიღე 64 ხე და ახლა მგონი ბევრ ხეს მომცემს მეყოფა ეს ხე რომ ავაშენო ხე. კიდე როდესაც ხეებს უჭრიდი დროხა ვიპოვე. ანუ არ შიოდა ჩემ კაცს და ვერ დავბოდი და ამიტომაც მოვკალი და საჭმელიც მჭირდება. პირველი ჯერ ავაშენებ სახლს. ოთხი სტაკი. სამი მეგონა, მაგრამ არ ამუშავს. უბრალოდ ესეც კაია და მეყოფა კიდევაც მგონი. ასევე ხვრელებს გავუკეთებ, იმიტომ რომ ჩირაღდანი არა მაქვს და სინათლე რომ შემოვიდეს და მონსტრები არ დასპაუნდნენ ჩემ სახლში. თუ იცით, სიბნელისგან სპაუნდებიან მონსტრები და ამიტომაც რო არ დასპაუნდნენ მონსტრები, პატარა ხვრელებს გავუკეთებ, რომ სინათლე შემოვიდეს. და როდესაც უკვე ჩირაღდანს გავაკეთებ, მაშინ ამ ხვრელებს დავხურავ.
არახუნად გავუკეთებ. და ესა ჯერჯერობით ჩვენი სახლია. ახლა შემოვიტან ყველაფერს. კარებსაც გავაკეთებ. შემორჩა. ასევე სკივრებსაც გავაკეთებ. ფერმასაც გავაკეთებ, ოღონდ ამ სერიაში ჯერ არ გავაკეთებ. რამდენი ხეთს შემორჩა. ახლა იმას გავაკეთებ. უმელს შევჭამ. შევჭამ ცხვრის ხორცს და ესენი რადგან აღარ მჭირდება, ამით შევჭამ ჯერ. იმიტომ რომ მე ხო გითხარით, რომ ქვის ნივთებს გავაკეთებ, ამიტომაც ხმლის რა ქვია, ხმლის ნივთებისგან შევჭამ. რადგან არ მინდა რომ დავხარჯო ხე. როგორც ჩანს მომიწია. ამიტომაც ამას შევუდებ მთლიანად და დამრჩება 2 სტაკი. ეს ხე ჯერჯერობით უმელში იყოს. ახლა გავაკეთებ ქვის ნივთებს და მეორე სერიაში მე წავალ სამაინეროდ და ფერმასაც გავაკეთებ და სახლსაც გავაუმჯობესებ. რა ქვიდა? ჯერჯერობით ახალს ჩავდებ სკივრში, ეს დავიტოვებ. აი ესე. ახლა გემშვიდობებით ამ პირველ ვიდეოში გემშვიდობებით ამ პირველ ვიდეოში და შეხვედრამდე.